შემდეგი თემა იყოს ფოტოები. ვებგვერდისთვის გასაფორმებლად ასევე მნიშვნელოვანია ფოტოები და ამისათვის გავესწროთ კიდევ ერთი ტეგი, ეს არის image და მისი ატრიბუტი CCR. Image ასრულებს როლს, რომ საქმე სურათა გვაქვს, ხოლო CCR მის ამარს უჩვენებს. ანუ შესაბამისად სად იპოვოს ეს ყველაფერი. კარგი, დავიწყოთ ტეგის წერა. ეხლა თვითონ აი აქ გვინდა რაღაც სურათი გამოვაჩინოთ, ამისათვის ინტერნეტში ვიპოვე რაღაც სურათი, არ აქვს მნიშვნელობა, ნუ ამ შემთხვევაში ჩემთვის ეს სასურველია. და განყოფილებაში test, ანუ სადაც გვაქვს index ფაილი, ხსნით ახალ ფოლდერს, მისი სახელი იყოს photo. იმიტომ რომ არის შეიცავს ყველა იმ სურათს, რომელიც ვებგვერდზე იქნება განთავსებული, შესაბამისად სახელის სასურველი აქვს. მოკლედ photo განყოფილებაში მაქვს ერთი სურათი, რომლის სახელია ერთი, ეს უნდა ვიცოდე ამის სახელი და გაფართოება არის JPG. ეხლა ვნახოთ ეს ყველაფერი რეალურად როგორ იქნება კოდის სახით. ხსნით text image მისი ერთ-ერთი ატრიბუტი CCR და ვუთითებ ფოლდერს, სადაც არის ეს არის ფოლდერი photo. შემდეგ დახრილი ხაზი, ანუ გახსნას ფოლდერი photo, შევიდე შიგნით, იპოვოს სურათი გაფართოებით 1, სახელწოდებით 1, გაფართოებით JPG. და დავხუროთ ვაწვევების სახრანით და ნახოთ შედეგი. როგორც ხედავთ, სურათი გამოჩნდა. ასევე შესაძლებელია ფაილის აღება ინტერნეტის საშუალებით, მაგალითად დავიღოთ ესეთი რაღაცა ჩვენ საიტიდან ნებისმიერი ფოტო. მაგალითად მომწონს აი ეს სურათი. მისი ლინკის კოპირება და ვცვამ CSS-ში, ანუ ეს ატრიბუტი, როგორც უკვე გითხარით, უთითებს მის სამართ, სადაც არის თვითონ სურათი. ნუ ცოტა გრძელია, იმიტომ რომ შეიცავს, რა თქმა უნდა, ჩვენს მის სამართს. ვაწვევების სახრანით. და ის დაყენდება ჩემს გვერდზე. ანუ არსებითად არ აქვს მნიშვნელობა, გინდა ინტერნეტიდან აიღე, გინდა თვითონ ფოლდერში, მაგრამ ამ შემთხვევაში, როდესაც თქვენი სერვერია, სასურველია თქვენი ფოტოები იყოს, შესაბამისად სერვერს, აი ვებგვერდს უნდა ქონდეს თავისი განყოფილება ფოტოებისთვის. მოდი ჩავუწეროთ ისევ თავისი განყოფილება. Photo 1 და JPG. ესეც ასე. ასევე უნდა გაითვალისწინოთ, რომ ბრაუზერი დამატებითი პლაგინების გარეშე ხსნით მხოლოდ JPG, GIF და PNG გამოფართოების ფორმატის გაგება შეუძლია. სხვა შემთხვევაში ის ამის გადმოწერა შემოგთავაზებთ, რაც თქმა უნდა, ერთობ არასასიამოვნოა ყოველ შემთხვევაში, როცა სტატიის სურათების გადმოწერა გიწევს. ასევე არასასურველი ვებგვერდის მთავარ პანელზე იდოს უმაღლესი ხარისხის სურათები, იმიტომ რომ ის აძლევს ჩატვირთვას. ახლა ამ შემთხვევაში მისი მოცულობა უნდა იყოს ძალიან მცირე, იმის გათვალისწინებით, რომ მალე მოხდეს ჩატვირთვა კომპიუტერში. რა თქმა უნდა, დიდი ზომის ფაილი იქნება შეძლებები, კარგი ინტერნეტია საჭირო, რომ სწრაფად გადმოიწეროს და მცირე ზომის ფაილს, რა თქმა უნდა, ნებისმიერი ინტერნეტი კარგად გაიგებს. მოკლედ, წინა გვერდზე არაა აუცილებელი კარგი ხარისხის ფოტოების დადება, შესაბამისად გამოიწვევს ვებგვერდის გაჭედვას. ასევე შესაძლებელია სურათი, ახლა ამ შემთხვევაში სურათი არის წარწერის ზემოთ. შეიძლება ითქვას, რა თქმა უნდა, მე არ მსჭირდება, მაგალითად ესე და მინდა რომ სურათის გვერდით იყოს წარწერები. ამ შემთხვევაში არის ასეთი ატრიბუტი. მოდი გავაკეთოთ მისი რედაქცია. თვითონ უშუალოდ სურათზეა რედაქტირება და კატეგორიას სურათის ლინკის შემდეგ ვამატებთ კატეგორიას A-link. ნახოთ შედეგი. აი წია ზემოთ, როგორც ხედავთ. ნუ შედეგი ის არის, რომ სურათს ასე ვთქვათ, სვამ ისე როგორც მინდა. ამ შემთხვევაში ზევით იქნება, ნუ მარცხნივ ქვევით, პოცომ ავირჩია გასწორება მარცხენა მხარეს, კიდიდან მარცხენა მხარეს.
კიდევ არსებობს რამოდენიმე ატრიბუტი, მოდი განვიხილოთ თითოეული მათგანი. და ნახოთ როგორი არიან ისინი რეალურად, ანუ შემდეგი ატრიბუტი მაგალითად უთითებს სურათსა და ტექსტს შორის არსებულ ვერტიკალური დაშორების სისქეს. ანუ სურათსა და ტექსტს შორის, ეხლა ჩვენ ნახოთ ეს ყველაფერი ბრაუზერში, სურათსა და ტექსტს შორის დაშორება. მაგალითად ეს როგორც ხედავთ არის ჩვეულებრივ მარცხენა მხარეს, ეხლა მოდი დავამატოთ კიდე ერთი ატრიბუტი, რაც მარცხენა მხარეს გასწორება, გავწევთ და ვამატებთ ატრიბუტს. ეს არის შემდეგი. მოდი დავამახსოვროთ და ნახოთ, რა გავაკეთე. ნუ იმისათვის რომ მივხვდეთ ასე ვთქვათ მუშაობს თუ არა, ჩავუსვათ ესეთი შრიფტი, რომელიც აბსოლუტურად მოგცემს განსხვავებას. როგორც ხედავთ, ჩამოწია ქვევით ჩვენი სურათი, თქმა უნდა, ამას ვაყენებთ სასურველ ზომაზე. ხოლო შემდეგი ატრიბუტი, ანუ იგივეს გაკეთება თუ გვინდა ჰორიზონტალურად, დაგჭირდება ატრიბუტი სპაცე. ანუ ჩვეულების სპეისი ოღონდ h უწევთ ამ შემთხვევაში ჰორიზონტალური. ის ვერტიკალურია, ანუ v space ვერტიკალური, ხოლო h space ჰორიზონტალური. და შესაბამისად აი აქაც გამიწია, როგორც ხედავთ. ჰორიზონტალური ხაზი ასე თქვათ გაიწია. alt ნიშნავს, ეხლა ჩაუწეროთ დავუშვათ alt. ინფორმაცია მასზე. აი აქ რაც ჩავწერე 100, ეს არის უშუალოდ ინფორმაცია სურათის შესახებ. რომელიც ასე ვთქვათ სურათის ინფორმაციის ჩვენებისას გამოუჩნდება. და აქ წერია 100, ანუ ის ინფორმაცია, რაც მე მიჩაუწერე მას და აქ ნებისმიერ ცვლილების შეტანა, რა თქმა უნდა, გაიგებს ბრაუზერი. აქ მე 100 წერია და იმიტომ იქაც ინფორმაცია მის შესახებ 100 დამიწერე, ხოლო თუ აქ ეწერება რაღაცა სატესტო ვერსია, ან ნებისმიერი რამ, რაც საჭიროა. მაგალითად სატესტო ვერსია. ეს არის მისი ინფორმაცია, შესაბამისად ის მას გაიგებს. ნახოთ. აქაც დაეწერება იგივე როგორც ხედავთ. კარგი, ესე ვიმუშაოთ Chrome-ში. ასევე არის სურათების სიგრძე და სიგანე, რომელიც ასევე აუცილებელია. მაგალითისთვის თუ დავუშვათ მიუთითებთ, აი აქ ხა სურათის სიგრძე და სიგანე ამ შემთხვევაში მითითებული არ აქვს, მაგრამ თუ მე მას მიუთითებ, ის გამოჩნდება ჩემი სურვილის სამებრ თუ არა და ავტომატურ რეჟიმში აირჩევს დამოუკიდებლად თავის თავს. მოკლედ, აი აქ მოდი ახლა ჩვენ ჩავუწეროთ მაგალითად თუ გვინდა სიგანე, მისი სიგანე არის შემდეგი კოდი და აი აქ უშუალოდ წერ მის გაფა მაგალითად 200. მე მინდა 200 პიქსელი კონდეს მას სიგანე. ვიღებ შემდეგი სახეს. ავტომატურ რეჟიმში აკეთებს სიმაღლესაც, ანუ თავისით უთითებს შესაბამისად, რომ უაზრო ფორმის სურათი არ მიიღოს და თუ სიმაღლის თუ მინდა რომ სიგანეც ასე თქვა ჩემი ჩაწერილი იყოს, შეგიძლიათ აქ ტეგი დაამატოთ, ანუ ჩვენ როგორც left დავამატეთ მარცხნივ გასწორება. იგივე შეიძლება კიდე გააგზავნო და ახალი ტეგი ჩაუწერო და შესაბამისად იმას შეასრულო, რომ ტესტირებას ვაკეთებ, ასე თქვა ყველა ტეგის აი აქ. ხოლო თუ გვინდა გასწორება სიმაღლეზე, დაგჭირდება ატრიბუტი და უთითებთ აუშვათ იყოს 400, ნუ რომ შევატყოთ რა შეიცვალა. გაასწორა სიმაღლე რო გაასწორა ავტომატურად გაასწორა სიგანეს, მაგრამ თუ ორივე ასეთად მიუთითებთ აუშვათ სიმაღლეს და სიგანეს, უკვე ჩვენ ავტომატურად აღარ გააკეთებს მეორეს და ჩვენი სურვილის შეიძლება დაამახინჯოს სურათი, მაგრამ ესე იქნება როგორც ჩვენ გვინდა.
სურათის გარშემო ჩარჩოს და დაყენებას რა თქმა უნდა შესაძლებელია, ამისათვის არსებობს დამატება border და მისი პიქსელები. ახლა 400 პიქსელი ძალიან უაზრო ჩარჩო გამოგვივიდა, როგორც ხედავთ. მაგრამ ეს არის შრიფტის ფერი, ასე როგორც ხედავთ. ანუ რაც default-ი აყენია, default ფერი რაც არის საიტზე. ამას ახლა მაქსიმალური არ ჭირდება, ამას შეიძლება იყოს 5, საკმარისია. სავსებით, ეს იმას გამოყოფს სურათს ჩვეულებრივი. ესეთი რაღაცა. გამოყოფს სურათს ჩვეულებრივი ტექსტისგან. როგორც უკვე გითხარით, შესაძლებელია რამოდენიმე პლაგინის, რამოდენიმე ატრიბუტის ერთად გამოყენება, ჩვეულებრივ აქ სანამ დავხურავთ ტექსტს, მანამდე ვაგრძელებთ და შესაბამისად ვწერთ ნებისმიერ, ჩამოთვლითაგან ნებისმიერს. სურათის გამოყენება ასევე ფერადაც შეიძლება, ფონადაც შეიძლება, ამისათვის დაგვჭირდება რა თქმა უნდა. უშუალოდ ბოდიზე რედაქტირება, ჩვენ ბოდის აქ რაღაც რედაქტირებები გავუკეთით წინავე გაკვეთილებში. აი მას მივეცით ბექგრაუნდის ფერი. და ასევე თუ გვინდა რომ კიდევ სურათი დავაყენოთ ბექგრაუნდად, გავაგრძელებთ ამ ყველაფერს და დავწერ შემდეგ გაყოფილებას. და ჩემი სურათის ლინკი. თუ სხვა სურათი იქნება დაუშვათ. იგივე სხვა სურათის ლინკს შევუწერ, ან იგივე ინტერნეტიდან გადმოწერილი სურათის ლინკს დავუდებ, ამას ამ შემთხვევაში არა აქვს მნიშვნელობა. სახრანით და მივიღებ მას უკანა ფონად. სურათს მივიღებ უკანა ფონად. აქ ახლა დავუშვათ ეს სურათი შეიძლება არ ვარგოდეს, მაგრამ Google-ის საშუალებით შეიძლება მოძებნო რაღაცა. აი მოძებნე ისევ ჩავაგდე ბექგრაუნდში, ისევ ამ სურათის გვერდი და მის სახელია BG. შესაბამისად აქ ფოტოში მის სახელს ვწერ, ეს არის BG. გაფართოება ისევ JPG იყო და არ უცვლი. სახრანით. ნახოთ რა დაყენთ. ესეთი ტიპის ბექგრაუნდი დავუშვათ. როგორც ხედავთ, ახლა ამ დიზაინს მე როდესაც მოვარგებ აი ამას, უკვე რაღაც ეფექტი მექნება. ეს არის ბექგრაუნდი, უკანა ფონი. მაგრამ ასევე სასურველია რომ ეყენოს ფერი, უკანა ბექგრაუნდის ფერი საიტზე, იმისათვის რომ მოდი ეს მოხსნათ ჯერჯერობით არ დაგვჭირდება უკანა, იმისათვის რომ მაგალითად სურათმა ჩატვირთვა და აგვიანა, საიტი არ დარჩეს ისე. რაღაც მაინც გამოვიდეს შესაბამისად, რა თქმა უნდა, თავისი თეთრი სურათი, თეთრი ფონი გამოვა და თეთრმოს ნამდვილად ჯობია ეს ჩვენი სტანდარტული ნაცრისფერი, ასე ვთქვათ, ფერი. გამოჩნდება საიტზე და უფრო საინტერესო იქნება. მაგალითად, გვინდა ტექსტიდან რამოდენიმე ფრაზა სურათის ქვემოთ გაგრძელდეს, ანუ აქ არის დავუშვათ რაღაც ფრაზები და აი ბოლო ორი ხაზი გაგრძელდეს სურათის ქვევით. გავისმინებთ BG-ის ატრიბუტს, ეს არის clear. მას გააჩნია სამი მნიშვნელობა, ასე ვთქვათ. Al მნიშვნელობის მითითების შემდეგ ტექსტი გამოსახვა ნებისმიერ შემთხვევაში ობიექტის ქვეშ გაგრძელდება. Left ტექსტის ობიექტის ქვეშ გადაიტანს იმ შემთხვევაში, თუ ის მარცხენა მხარესაა მიწებებული და right, ანუ მარჯვენა, გადაიტანს იმ შემთხვევაში, თუ მარჯვნივაა მიწებებული. მოდი გამოვიყენოთ და უკეთ, ასე ვთქვათ, გამოჩნდება. მაგალითად, როგორც შევთანხმდით აი ეგ კატეგორიები, რომ ჩარევით, სად გავწყვიტოთ, მოდი და აიცილონ, აი აქ გავწყვიტოთ და დანარჩენი გავუშვათ ქვევით. როგორ ვაკეთებთ? თავიდან აიცილონ, ასე. ეხლა დანარჩენი გავუშვათ ქვევით. ამისათვის დაგვჭირდება, რა თქმა უნდა, ატრიბუტი BG. გავხსნათ ეგ. და მის ერთ-ერთი დანამატი clear. და შემდეგ ვირჩევ თუ საიტი იყოს, ასე ვთქვათ, გასწორება. ამ შემთხვევაში ავიღოთ left, მარცხენა, ეს როგორც აგიხსენით. აქ al, left, right და non ჩვეულებრივ. იყოს left და დავხუროთ ეგ. ვიცით სახრით. შედეგად გამოჩნდება შემდეგი რაღაც. აქ შეწყვიტა აიცილონთან და დანარჩენი გააგრძელა სურათის ქვევით. რა თქმა უნდა, ეს თუ ჩვენი სურვილი იქნება. ყველაფერი მასზეა დამოკიდებული. ახლა უშუალოდ სურათთან მუშაობა ამით შეიძლება რომ ამოწუროთ, იმიტომ რომ მისი რედაქტირება და გადაადგილება, ასე ვთქვათ, ვიცით და შემდეგ უკვე
თუ რამოდენიმე რაღაც იქნება, კიდევ თან განვიხილავთ, თუ რა თქმა უნდა, ნებისმიერი კითხვა შეგიძლიათ დაწერთ ვებგვერდზე და შევეცდებით, რომ ასე ვთქვათ, პასუხი გავცეთ. შემდეგი განყოფილება ეს იქნება ბმულები და რა არის ბმული? ანუ თქვენ როგორც ასე ვთქვათ, უფრო ხშირად ეძახიან ლინკი. ლინკი ტეგი არის ძალიან მარტივი და მას ქვია A. მაგრამ გააჩნია ძალიან ბევრი ატრიბუტი. გავეცნობით აქ ორ მათგანს, ასე ვთქვათ. პირველი ეს არის href. ეს არის უშუალოდ ლინკი. კარგი, მოდი გავეცნოთ მაგალითად რეალურ ცხოვრებაში სიკვდილი ასე შემდეგ და გავეცნოთ links. ეხლა ეს რო გავაკეთოთ, ამისათვის დაუცილებლად დაგვჭირდება ჩვენ აქ შეგვიძლია ფონტში რაღაც წეროთ და გვერდზე წეროთ. ამისათვის ჩვენ დაგვჭირდება მეორე გვერდი. მეორე გვერდის გახსნა. სწორედ ამიტომაც არის ბრაუზერი ავტომატურად კითხულობს პირველ გვერდს და შემდეგ რა თქმა უნდა სხვა დანარჩენს. აი აქ დაგვჭირდება მეორე გვერდი, რომელზეც მოვახდინოთ უნდა ასე თქვათ გადასვლა. სრული სამბა. ანუ ლინკი უნდა მივუთით ამას, რომ აქედან გადახდეს მეორე გვერდს. კარგი, ხსნით ახალს. უნდა გავხსნა ახალი გვერდი, HTML. ეს არ წაშლის და გამოჩნდება. მოკლედ, აქამდე რაც წერეთ, ალბათ ამის დაწერა ისევ თავიდან მოგვიწევს. და თავიდან რო არ მოგვიწევს, შესაძლებელია მისი კოპირება მაგალითისთვის. იგივე ტექსტი თუ გვინდა იყოს მეორე გვერდზეც. ესე შეიძლება დავაკოპიროთ უბრალოდ. ოღონდ ტექსტი ეს აღარ გვჭირდება ჩვენ. და ამის მაგივრად მოდი გავაკეთოთ მარტო სურათი. მოდი ამის მაგივრად გავაკეთოთ მარტო სურათი. თან მხოლოდ ბექგრაუნდის სურათი, ანუ მისი სახელია ბგჯ და აი ესენიც მოხსნათ, რომ მივხვდეთ, რომ გადავედით გვერდზე. ესეც მოხსნათ, ესეც მოხსნათ. ეს არის ჩვეულება სტანდარტული, რაც იქ არის იგივე აბსოლუტურად, უბრალოდ დამატებული უბრალოდ მარტო სურათია. და მისი სახელწოდება იყოს მეორე. რითაც მივხვდები, რომ ის არის მეორე გვერდი, სახრანით. ძალიან კარგი. გვაქვს მეორე გვერდი, შეგვიძლია ვნახოთ სანამ ასე ვთქვათ, მას გავუშვებთ ინტერნეტში. გვაქვს ესეთი გვერდი, რომელზეც მარტო სურათია გამოსახული. კარგი, ჩამოვკეთოთ. ეხლა ეს გვერდი უნდა მივამაგროთ ლინკის საშუალებით პირველ გვერდს. ანუ მე როდესაც პირველ გვერდზე რაღაც კატეგორიას დავაჭერ, მაგალითისთვის სურათს დავაჭერ თუ ახალ ლინკს დავაჭერ, უნდა გამიხსნას სხვა გვერდი. მეორე გვერდი. ამიტომ ვიწყებ პირველ ინდექს პერსივაში ამის გაკეთებას. დაგვჭირდება, როგორც ვთქვით, ახალი ტეგი A და მისი ატრიბუტი href. სწორედ აქ იწერება აი ეს ტეგი. მისი სახელი არის მეორე წერტილი HTML. მისი გაფართოება. დავხუროთ და შემდეგ უკვე წერთ ტექსტ, რომელიც გამოჩნდება. ანუ რომელიც დაჭერისასაც გადავა ამის ამას. აქ დავწეროთ background-ის სურათი. background-ის სურათი. და დავხუროთ A ტეგი. ვაწერ სახრანით. ნახოთ თუ რა გავაკეთეთ. background-ის სურათი. მასზე დაჭერისას გადავდივარ უკვე იმ ჩემს სურათზე. ანუ რაც მეორე გვერდი გავაკეთე. აი ამ გვერდზე გადავდივარ. უკან დაბრუნებას ანალოგიურად შეიძლება გააკეთდეს, მაგრამ ნუ ახლა მაგაზე დროს აღარ დავგარგავ. აქ შეიძლება დავუშვათ გადავედი სურათზე, აქ გაკეთეს უკან დაბრუნება, დავაჭერ და ეს მთავარ გვერდზე და ან მოგესალმებით მიემაგროს კატეგორია მთავარ გვერდზე დაბრუნებისა. მაგალითად მოდი ეს განვიხილოთ, ნუ მოგვიანებით. ეგ არ არის პრობლემა. ყოველ შემთხვევაში ამ შესაძლებლობით ხდება ლინკების მიმაგრება საიტზე. აი სრულად ნახევარიცაც არის დააჭერ და დავუშვათ სრულად შედიხ. ნუ ამ შესაძლებლობით ხდება ეს ამ ყველაფრის გაკეთება საიტზე. შემდეგი ატრიბუტი, ასე ვთქვათ, ლინკის არის
ბოდიშს ეკუთვნის და უშუალოდ შეიცავს მის ფერებს, ანუ ლინკის ფერებს. ამ შემთხვევაში უკვე გვაქვს ვაუჩოლები A ლინკი და V ლინკი. ის რა თქმა უნდა ავტომატურ რეჟიმში მიუთითებს მთელ საიტზე ლინკების ფერის დაადგენს ლინკების ფერს. მოდი გავაკეთოთ უბრალოდ და ეხლა უკვე მიხვდებით. ეს არის body და მასში დაგჭირდება ლინკის ფერი. უშუალოდ body-ზე ვიწყებთ რედაქტირებას, აქ გვაქვს background-ის ფერი, მაგრამ გვინდა ლინკის ფერი. რა თქმა უნდა დაგჭირდება ქართულად წერა. ლინკის ფერი იყოს წითელი. ნუ ახლა შემთხვევაში წერ ძალიან მკვეთრი რო იყოს, მაგიტომაც ასე თქვა. და გვაქვს A ლინკი, რომლის ფერიც უნდა იყოს წითელი და გვაქვს V ლინკი, რომლის ფერიცაც ამ შემთხვევაში იყოს იგივე. ვაწვევი სახე. ვიღებთ შემდეგ სახეს. ანუ აქ დაჭერისას და იმისას და იგივეა, მაგრამ შეგვიძლია შევცვალოთ. მაგალითისთვის თუ A ლინკი არის წითელი, ლინკი ჩვეულებრივ თუ წითელი, A ლინკი შეიძლება იყოს მწვანე. ნუ რო გავარკვიოთ რა ხდება. ანუ ეს ყველაფერი იმიტომ გავაკეთე, რომ ასე ვთქვათ, სურათები მეჩვენოს. A ლინკი მწვანეა. ეხლა მივხვდებით თუ რაზე მაქვს საუბარი. გამწონდა ხო ხედავ. გადავუშვით, ანუ უშუალოდ ეს არის მისვლის B ლინკი, მისვლისას რო ფერი შეიცვალოს. მაგალითად ესეც სხვა ფერის, ნუ ერთი ფერი არ უნდა გაგვიკეთებია თავიდანვე. და ეს იყოს დავუშვათ ლურჯი ან ყვითელი. ნუ რომ მარტივად მივხვდე რა ხდება აქ. სტანდარტული არის წითელი. და შეიცვალა ფერი. როგორც ხედავთ, გახდა ყვითელი დავაჭერ მწვანეა, ნუ რასაც დავაყენებთ იქ A და B ლინკებში. A და B ლინკებში შესაბამის ფერს იღებს, მაგრამ უშუალოდ შესაძლებელია ეს არის ყველა ფერი ლინკისთვის. ანუ მე თუ აქაც ლინკს დავამაგრებ, ის ავტომატურად ამ ფერს მიიღებს. ანუ როდესაც body-ზე ვაკეთებ რედაქტირებას, ხდება აბსოლუტურად ყველა მასალა შეიცავს, რაც საიტზეა გადაკეთებული. რა საიტზე დევს აბსოლუტურად ყველას რედაქტირება შეიცავს body. იმიტომ რომ თავია ასე ვთქვათ და თვითონ განაგებს ამ ყველაფერს. მაგრამ უშუალოდ თუ მინდა ლინკზე გავაკეთო მისი ფერის კორექტირება, მაშინ შეიძლება ძალიან მარტივად დავამატო კატეგორია tag font და შესაბამისად ავირჩიო ეს ყველაფერი. მაგალითად, მაგ tag-დან თავდება კოდთან, ლინკთან და ვამატებ შემდეგ ტექსტს სანამ მოხდება მისი background-ის სურათი, ანუ მისი ტექსტის დაწერა სანამ მოხდება, მანამდე ჩავამატებთ ტექსტ ფონტის ფერი მინდა იყოს შემდეგ დაიწერება ტექსტი და აუცილებლად უნდა დაიხუროს ფონტი. ანუ გაიხსნა ფონტი, დაიხურება ფონტი. ეს უკვე ლინკის გამხსნელი და დამხურავი. ვაწვევი სახრენით. ნუ მიიღო ის ფერი, ნაცრისფერი, რაც მე მიუთითე, ასე ვთქვათ მანს. აი აქ კონკრეტულად რაც მიუწვდე, თუ ახალ ლინკს გავაკეთებ, ის ავტომატურად ისე ყვითელ ფერს მიიღებს, იმიტომ რომ ყვითელი ფერი მას უზის უშუალოდ background-ში. ნუ ალბათ გასაგებია რაც თქვი. შემდეგი კატეგორია ეს არის უკვე ელფოსტა. ელფოსტის ელექტრონული პოსტის გასაგზავნად რა თქმა უნდა დაგჭირდება იგივე კატეგორიას, იგივე ატრიბუტია href საჭირო, ოღონდ ვცვლით მნიშვნელობას. მაგალითისთვის ავიღოთ იგივე href ატრიბუტი. ოღონდ ამ შემთხვევაში ვცვლით მნიშვნელობას. აქ ხო წერია ლინკი. მეორე სურათი. ნუ შეგიძლია დავუშვათ ახალი დავწეროთ აქ. href ეს არის ჩვეულებრივი მისამართი და მას მინდა რომ მივაბა, ასე ვთქვათ, ელექტრონული პოსტა.
მაშინ უკვე წერ mail-თო 2 წერტილი ელექტრონული პოსტა და სულ ეს არის მოწვევის ახრენით. გადავტვირთოთ და მასზე დაჭერისას ეხლა ამ შემთხვევაში ავტომატურად ამომიგდებს პოსტის საფოსტო პროგრამას, Microsoft-ის საფოსტო პროგრამას, რომელშიც ამ შემთხვევაში მე ინსტალაცია არ მაქვს, მაგრამ უშუალოდ ეს პროგრამა აკეთებს იმას, რომ მასზე დაჭერისას ავტომატურად დაიწერება ავტომატურად გამოძახება მოხდება საფოსტო კლიენტის შესაბამისად ის თავის რჩება. ანუ შეგიძლიათ საერთოდ კონტაქტი გააკეთო კონტაქტი, ამას დააჭერ და ავტომატურად გადაიყვანს მომხმარებელს და აჩვენებს ასე ვთქვათ, გაუხსნის თუ როგორ შეიძლება ჩვენთან კონტაქტი. შემდეგი ატრიბუტი ისევ თითლია, ოღონდ ძალიან დიდი განსხვავება მასსა და აი ამ თითლეს შორის, სათაურს შორის. ისინი ერთმანეთს აბსოლუტურად არ ეხება. ის იგივე ალტის ანალოგია, ოღონდ ის სურათთანაა გამოყენებული, ხოლო ეს ბმულთან. ნუ ნახოთ. მაგალითისთვის გვაქვს ლინკი, აი იგივე დავუშვათ ეს ლინკი. ოღონდ აქ ისევ ძველი სურათი დავაბრუნოთ. და ამას მე მინდა მივცე ასე ვთქვათ ინფორმაცია. ამისათვის ლინკის წინ, ანუ href ლინკის შემდეგ ჩვეულებრივ წერ. და ინფორმაცია. ინფორმაცია მოწვევის ახრანით. როგორც ხედავთ, გააკეთა შემდეგი რამ. მოკლედ ეს საკმაოდ მიზიდველი ეფექტია, ნუ არც არაფერი არ არის, მაგრამ რო შეხედავ, ქსია მომნებს და ძალიან კარგია. ნუ გადასვლით, რა თქმა უნდა, გადავა ისევ ჩვენს ვებგვერდზე. ნუ აქ მითითებული მაქვს სურათი იმის მაგივრად რომ იმეთითებინა გვერდი, ნუ ეგ არ არის პრობლემა. მეორე წერტილი HTML და სახრანით. ნუ ისევ ჩვენი გვერდი, რომელზეც background, რომელზეც მარტო სურათი დავსვათ, ავტვირთეთ. კარგი, ვაბრუნებ უკან. განვიხილოთ შემდეგი უკვე ბმული სურათზე, უშუალოდ მასზე უკვე ვიცით რომ სურათის გამოყენება შესაძლებელი როგორც ბმულად, ანუ არის სურათი და შემიძლია მასზე დაჭერითაც გადავიდე სადღაც. ამისათვის ჩვეულებრივ ისევ დაგვჭირდება ლინკის ასე ვთქვათ ტეგი. და მოდი ამ სურათს გავუკეთოთ ესეთი რაღაც. ფოტო არის აი აქ და მის წინ ვსვამ ლინკის ტეგს A. შემდეგ უკვე ჩვეულებრივ href. შემდეგ რა თქმა უნდა ისამართი თუ სად უნდა გადავიდე. შემიძლია მე მივუთითო ვებგვერდი, მაგალითად http. ოღონდ შემდეგნაირად იწერება ვებგვერდი full.g. ხო, ყველაზე ცუდი შეცდომა არ დავხურე A. ანუ არ დავხურე ლინკის ტეგი. აი ეს შეცდომები უნდა დავამოღამოთ, მოკლედ რომ ეს ტეგები სწორად დავხუროთ. ამ შემთხვევაში ლინკის ტეგი დაიხურება აი აქ, როდესაც ყველაფერი შიგნით მოთავსდება. ანუ შიგნით უნდა იყოს იმეჯი აბსოლუტურად მთლიანი ტეგები, თავისი border, გაფართოებებით და ასე შემდეგ და აი აქ მოხდება მისი დახურვა. ვაგზელებ სახრით. ნუ ამის შემდეგ უკვე ყველაფერი რიგზე იქნება. როგორც ხედავთ, ყველაფერი რიგზეა, ოღონდ სურათს გაუჩნდა, მან დანიშნულება დავაჭერ მას და გადავდივარ ჩემი ვებგვერდზე. კიდევ ერთხელ შეგვიძლია გავაკეთოთ, თან რა თქმა უნდა დაჭერასთან ერთად ეცვლება მას გარეკანი, როგორც ხედავთ, წითლად და ყვითლად, მწვანედ და ყვითლად, იმიტომ რომ მე default ფერები body-ში, ანუ body განყოფილებაში აი აქ A ლინკი და B ლინკი ავირჩიე შესაბამისად
იგივე ფერის. კარგი და რადგან შეგვიძლია ვებ გვერდზე გადავამისამართოთ, მაგრამ ასევე თავისუფლად შესაძლებელია ჩვენს მიერ შექმნილ მეორე გვერდზე გადავამისამართოთ, რომლის მისამართია მეორე.html. რადგან ჩვენ სერვერზე მოხდეს მუშაობა მეორე.html და ვაწვევი სახრანით. ნუ ამ შემთხვევაში აქ დაახლოებით ის პრინციპია. რესტარტი არ გავუკეთე გვერდს, ეხლა გავუკეთოთ რესტარტი და გადავა უკვე ჩვენს ვებგვერდზე. ნუ დაახლოებით ის პრინციპია. ან სურათით რომელია, აი შემდეგ გაყოფილება და ამ შემთხვევაში აქ ზედამხარ დავაჭირო მას. რა თქმა უნდა, გადადის მეორე გვერდზე, აქ გვერდი იცვლება, ოღონდ ახლა ჩვენი საიტი არ შეიცავს ორ გვერდს, ის ძალიან ბევრ გვერდს შეიცავს, მაგრამ პრინციპი აქ იგივე. რა თქმა უნდა, მის მოიხმობს სხვა გვერდს, რომელიც ლინკის მაქვს მითითებული კონკრეტულად იმაში. ნუ ის კოდირებით იწერება და სხვა სისტემა აბსოლუტურად ჯერჯერობით მოდი. ისენ მარტივად ავაწყოთ და მე უკვე რთულ სისტემებზე მე ვილაპარაკოთ. კარგი, ესეც შეიძლება სურათს მივცეთ ლინკის მხარდაჭერა, რომ მან ჩვეულებრივ იმუშაოს როგორც ლინკი. ასევე შესაძლებელია, რა თქმა უნდა, ძალიან მარტივად დაამატოთ ელპოსტაც. იგივე ვწერთ ოღონდ mail-to. აქ წერ mail-to და შემდეგ პოსტის მისამართი. mail-to ორ-წერტილი და პოსტის მისამართი. მეტი არც არაფერი არ იცვლება. სახრანის შემთხვევაში მასზე დაჭერისას, სურათზე დაჭერისას ამომიგდებს ავტომატურად როგორ შევიდეს, ასე ვთქვათ, ვებ პოსტაზე, ელექტრონულ პოსტაზე. აქ გვაქვს ეს გასათვალისწინებელი ორი ასეთი ფაქტორი. ანუ უშუალოდ გადასვლას გაჩნია რამოდენიმე კატეგორია. მაგალითად, გადასვლა შეიძლება იგივე გვერდზე და გადასვლა შეიძლება ახალ გვერდზე, ახალ ბრაუზერის ახალ ფანჯარაში. ნუ განვიხილოთ ეს ორივე ერთად და შემდეგ უკვე მიხვდებით თუ რასთან გვაქვს ახლა. ეს არის ატრიბუტი target. მოდი დავამატოთ, ნუ მისი დამატება ხდება ლინკის შემდეგ, აი აქ. target შეიცავს რამოდენიმე პარაგრაფს. მაგალითად, ახალი ფანჯარა იგივე და ნუ ძირითადად აქ ეხა არის blank ახალი. მოდი ეს ჩავსვათ. და რას ნიშნავს? ვაზრები სახრით. მაგალითად, ვარესტატებ გვერდს და როდესაც მე ჩავაჭერ მას, როგორც ხედავთ, როდესაც მე დავაჭერ სურათს, როგორც ხედავთ, გააკეთა ფანჯარა, ოღონდ არ დაშალა პირველი. ანუ გადავიდა ახალ ვებგვერდზე. ეს კარგია, როდესაც ვებგვერდის მისამართია, იმიტომ რომ დავუშვათ აქ რო ეძრო ჩემი ფულჯი, დავაჭერდი მას, დავრჩებოდი ჩემს გვერდზე და პარალელურად ნახავდი სხვა გვერდსაც. ნუ ეს კარგია, მაგრამ არა ყოველთვის. იმისათვის რომ ეს მოხსნათ, შეგვიძლია გადავაკეთოთ მაგალითად self. შეგიძლია უბრალოდ არ დააყენოს და ეს არ გააკეთებს ეგრე. self-ი გვაძლევს საშუალებას იგივე ფანჯარაში გაიხსნას. როგორც ხედავთ, ამ შემთხვევაში გადავალ იგივე ფანჯარაში. ანუ არ გაიხსნა ახალი ბრაუზერი. ნუ როცა საიტზე გვაქვს და მე ახ სრულად ნახვა და კონტაქტები და ასე შემდეგ, უნდა მოხდეს ერთ ფანჯარაში. ახლა ყველაფერი როცა აცარგე გაიხსნას, ნუ ეს არ არის სასურველი, მე მგონი. და აბსოლუტური სისულელი იქნება. ამიტომ აი ეს ორი გადასვლა უნდა ვისწავლოთ, რომ blank გადადის ახალ ხაზზე და self ტოვებს თავის გვერდზე. ასევე შესაძლებელია გადმოწერა ძალიან მარტივი გზით. მაგალითისთვის, როგორც უკვე გითხარით, ბრაუზერს შეუძლია მხოლოდ და მხოლოდ თავისი სურათების მხრივ, ან თავი მითითებული თუ დაუშვათ რომელიმე ფაილს ის ვერ გახსნეს და ამის მხარდაჭერა მას არ გააჩნია, ავტომატურად შემოგთავაზებს გადმოწერას. ეს ძალიან მარტივია. ამისათვის მაგალითად შეგვიძლია გამოვიყენოთ, მოდი გავაკეთოთ ესეთი რაღაცა, background-ის სურათი, ხო, ეს გვაქვს, ეს აღარ დაგჭირდება და ამის მაგივრად დავუშვათ, მას მოდი შევუცვალოთ და იყოს გადმოწერა. შეგვიძლია აქ დავაყენოთ სურათი. ეხლა დავუშვათ როგორც მაქვს მე აი აქ. აქ ფულჯიზე მე იგივე მაქვს გაკეთებული. გადმოწერა აქ არის ზევით განყოფილებაში. და მასზე დაწერისას გადავდივარ ახალ გვერდზე. ნუ იგივე ავტომატური ლინკი ამაზე მიმაგრებული. ამ შემთხვევაში ვებგვერდია მიმაგრებული, მაგრამ ნუ ბმულია ლინკია ჩვეულებრივ. როგორ შეიძლება წარწერაზე მიმაგრება, ისე შეიძლება სურათზე მივამაგროთ. გადმოწერა ეს ამ შემთხვევაში სურათია, იმიტომ რომ ასე რა თქმა უნდა წარწერა ვერ იქნება.
და გადავდივარ ახალ გვერდზე. მარტივად შეიძლება იგივეს გაკეთება, ამ შემთხვევაში განვიხილოთ წარწერისთვის და სურათისთვის და შეიძლება ზევით როგორც ჩაუსვით ლინკი მაგალითად სურათს. აი ამას როგორც მეორე გვერდი მივამაგრეთ, ისე მივამაგრებთ გადმოწერას. ეგ ძალიან მარტივია. გავაკეთეთ გადმოწერა, ეხლა დაგვრჩება უშუალოდ ფაილი, რომელსაც გადმოწერთ. როგორც გითხარით, თუ ის ფაილს ვერ გაიგებს, დაიწყებს მის გადმოწერას. იმისათვის, რომ ამ ფაილი ვერ გაიგოს, უნდა მივუთითოთ ისეთ ფორმატში, მაგალითად ჩავსვათ RAR-ში. დავაარქივოთ. გავხსნათ ახალი კატეგორია და ეს იყოს გადმოწერა. ოღონდ დაგვჭირდება ფაილის, რა თქმა უნდა, ამ კატეგორიაში გადატანა, რომ ადვილად მივაგნოთ სილამაზის გამო უბრალოდ. აი ეს. ჩვენ უკვე კატეგორია გადმოწერა და მისი განყოფილება ფოტო გაფართოებით RAR. კარგი, ეხლა ვნახოთ ეს ყველაფერი. გადმოწერა უკვე მივდივართ ლინკზე. შევდივართ კატეგორიაში გადმოწერა. გადმოწერა. მასში პოულობთ ფოტო, იმიტომ რომ აი ამ ფაილს ქვია ფოტო და მისი გაფართოება არის RAR. წერტილი RAR-ს. ვაწვევი სახრანით. გადმოწერა დავაწვევი და დაიწყო მისი გადმოწერა და ჩამოტვირთა კიდეც უკვე, იმიტომ რომ Chrome-ს ვიყენებ. მაგალითისთვის თუ გამოვიყენებ Firefox და მივცემ გადმოწერას. ამომიგდებს ესეთ რაღაცას. ანუ შევინახო თუ არა ფაილი. მან დაინახა RAR-ი, ვერ წაიკითხა, ამიტომაც შემოგთავაზა მისი გადმოწერა. მისი შეცვლა, როგორც გითხარით, ფორმულების შეცვლა შეგიძლია, ამ შემთხვევაში იგივე გვერდზე შემოგთავაზა გადმოწერა, როგორც ხედავთ, აი აქ იგივე გვერდზე არ გადასულა შემდეგ ლინკზე, მაგრამ თუ ლინკს მიუთითებ და გვინდა რომ ახალზე გადავიდეს, მაშინ უნდა დავუმატოთ ატრიბუტი blank. ამისათვის ლინკის წინ, ანუ target წინ აქ ვუმატებთ target და blank. ვაწვევი ისევ სახრანით. გააკეთებ შემდეგ რაღაც. დავაწვევით და გაიხსნება ახალი ფაილი. ეს ყველაფერი უკეთ მასში ჩანს. დავარესტარტოთ Firefox-ი, გადავიდეთ, გაიხსნა ახალი ფაილი და მომცა გადმოწერის საშუალება. მაგრამ თუ მე აქ მიუთითებ, რომ უშუალოდ ფაილ სერვერიდან მოხდეს გადმოწერა, მაგალითად ატვირთული მაქვს რაღაცა alshare.gz და მოხდეს მისი ლინკის მიღება. რა თქმა უნდა შევიდე alshare-ზე. და მაგალითად მინდა Anubis-ის სახლი. ეს ფაილი მოხდეს ჩემს კომპიუტერში. ამისათვის მას აქვს კოდი, ეს არის შემდეგი კოდი. ვაკოპირებ. და ამ კოდს უსვამ აი აქ, სადაც ჩვეულებრივ ფაილის კოდია. ვაწვევი სახრანით. მოდი აქ გავხსნათ, იმიტომ რომ Chrome დაიწყებს ავტომატურად გადმოწერას, ამდენი გადმოწერები არ მჭირდება. ვაწვევი მას და გადავწის ახალ გვერდზე, გადადის Anubis-ის სახლის გვერდზე და შესაბამისად, რა თქმა უნდა, მე მაქვს ჩვეულებრივ ლინკი. შემიძლია აქ დავატოს Anubis-ის სახლის სურათი, აქ დავწერო მისი აღწერა და უკვე მექნება საიტი, რომელზეც არის, ანუ არის კინო. ხო, ძალიან მარტივად. შემიძლია ასევე პლეიერი ჩასვან, მომას მოგვიანებით ვისწავლეთ. ამ შემთხვევაში ვისწავლეთ ბმული, რომელიც ბუნების დაყენება, უშუალოდ ბუნის დაყენება საიტზე. თუ რამე რა თქმა უნდა გაუგებარი იქნება, აუცილებლად გიპასუხებთ კომენტარებში. და პირველი ასევე აუცილებელი თემა რაც შეიძლება ითქვას, რატო დავარქვით მეორე გვერდს მეორე და პირველ გვერდს პირველი არ დავარქვით, იმიტომ რომ ბრაუზერი ავტომატურად თუ რამე მითითებული არ აქვს, შეიძლება მითითება. მაგრამ თუ მითითებული არ აქვს, ნებისმიერმა ბრაუზერმა იცის, რომ უნდა მოძებნოს ფაილებში index სახელწოდება, index.html. სხვა სახელწოდებას არ მოძებნის პირველი, მეორე, მეათე მოძებნის index.html-ს და თუ ეს არ ექნება, და მითითებას არ ექნება ასევე,
არ ჩართავს. თუ მიუთითებთ რომ მეორე გვერდი ჩართია, მაშინ ჩართავს მეორე გვერდს და ინდექსს არც დაუწყებს ზებნას. მაგრამ არ საჭირო, როდესაც ვიცით რომ ინდექსი ავტომატურად იქნება მოძებნილი, შესაბამისად შეგვიძლია მთავარ გვერდად ვაქციოთ ინდექსზე განთავსებული ინფორმაცია. მოკლედ მე მგონი ყველაფერი გასაგებია. ჯერჯერობით ამაზე შევჩერდეთ, დანარჩენი კი მოგვიანებით განვიხილოთ.